Taborul natelში ლივლივებს ამოთხე. სულში ირეკლება თვალწარმტაც წალკოტად. ზეცისთვის ვჭმუნავ ჩვენ მიწყივშამს მარად დღე და აღმოსავლეთით წინგველის გოლგოთა. იქ თხემს ათინათებ რბჭე იწრო დახნათის და ზესკნელს ებმება უხილავ ძაფებით. შეუყვეთ, გვიანი არ არის ანამდის, სოფელი ირღვევა უკვე მოსწრაფებით. უკვე ჯოჯოხეთმა აღმართა ალმები და ამოიკლაკნა ქვესკნელის საშოდან. სოფელი ხარხარით ეშმას ესალმება, რამე თუ მაცხოვარს უზომოდ განშორდა. ხრჩოლავს ჯოჯოხეთი, სოფელს ეუფლება, ვარსკვლავს 6 ქიმიანს უკმევენ ერები და კაცობრიობა დემონს ეუღლება, უხამსი როკვით და ბილწის სიმღერებით. ვამხილოთ სოფელი, მისგანვე მოვიწყლათ, და ღმერთს ყველაფრისთვის შევწიროთ მადლობა. ჩვენ ქრისტეს მეგობრებს და სოფლის მოსისხართ, წინგველის გოლგოთა და სისხლით ნათლობა. საქართველოს ისტორია ჭირვარამის გაუთავებელი წრებრუნვა. სულ ომი და სისხლისღვრა, გმირობა და თავგანწირვა. ამ ბოლო დროს ყველაზე საშინელი შემოტევა კი მრავალი სექტისა და უცხო რელიგიის გავრცელებაა ჩვენში. სექტის წარმომადგენლები იბირებენ ჩვენს ხალხს და წარსაწყმედელისაკენ მიაქანებენ. სულიერად იღუპება ათასობით ადამიანი. საქართველოში გაჭირდა მათი წინააღმდგომა. ან თუ ვინმე აღუდგა ფორმალურად, უგულოდ და უნიჭოდ. და უცებ საუკუნის მიწურულს საღვთისმეტყველო ასპარეზზე გამოჩნდა ჭეშმარიტი მხედარი ქრისტესი, გიორგი გაბაშვილი, რომლის კალამმა სულიერი מחვილის როლი შეასრულა. ის გაბედულად ამხელდა მართლმორწმუნეთა მოწინააღმდეგე მხარეს, დაწყებული კაბალისტებიდან დამთავრებული შინაური ეკუმენისტებით. მისი თვითვეული წერილის მამხილებელი სიტყვები თავდადების, შეწირვის, მოწამეობრიობის ტოლფასი იყო, რის გამოც საშინლად სდევნიდნენ. მაგრამ გაბაშვილი შეუპოვარი იყო. 40 წლის ასაკში საეჭვო ვითარებაში შეწყდა მისი ვაშკაცური გულის ფეთქვა. ნუგეშად კი ასეთი სიტყვები დაგვიტოვა. მართლმადიდებელი ქრისტიანები ზეციური იერუსალიმის მოქალაქენი ვართ, რის გამოც ამ სოფლიურმა საზრუნავმა სასოწარკვეთაში არ უნდა შთაგვაგდოს. რამე თუ ქართველი კაცისათვის არასდროს ყოფილა იმაზე დიდი სიხარული, რომ თავი დაედო და საკუთარი სისხლი გაეღო ქრისტეს რწმენისათვის, ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსათვის, თავისი მოყვასისათვის. ნეტავ ეს გზა რა გზა არის, მე რომ ესე დამღალა. გზის პირს მუხა ნამეხარი, იქვე ქოხი პატარა. ნეტავ შორით რა ქოხია თოვლის ბეწვით ნაბური, გზაზე ირმის ნახოხია სისხლით შემოლამბული. იმ ქოხისკენ მიილტვოდა ტყვით მთვრალი ირემი. უკან მთვარემი ჰკიოდა მთვარე მწუხრის ფრინველი. ქოხს გასდა და გადიჩეხა, კბოდეების კიდედან, ჩემი თოფის დევდა მეხად, სამარემდე მისდევდა. დედა ჩემი სხილო ახდა, მხმობს სიკვდილი, მხოლოდ ის, მთვარის შუქში შთენილს სახტად სულ სიცოცხლის ბოლომდის.
ერთხანს ქოხთან შევისვენებ ამ განწირულ მარხილით მერე ისევ დავძრავ ცხენებ ცრემლნარევი ძახილით ჰეი და როგორ გავაჭენებ ამ ნამქერთა ტრიალში დავღუპავ და დავასვენებ ცხენებს ბრმახეტიალში ხათერა არ მქონდეს თვისა მთელი კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული ეს არის პიროვნება, რომელმაც ესე ხმა მოიღო ყოველნაირი უჯულოების წინააღმდეგ. ძალიან დიდი მოყვარული იყო სამშობლოში. მას უამრავი ძმაკაცი და მეგობარი ჰყავდა, რომელსაც ძალიან უყვარდა. ძალიან. აი ესეთი საეკლესიო მწერალი, როგორც გიორგი იყო, რა ვიცი, ნაკლებად მოიძებნება. დიდი საეკლესიო მოღვაწეების ტიმოთე და ზაქარია გაბაშვილების ღირსეული შთამომავალი გიორგი გაბაშვილი დაიბადა თბილისში 1961 წლის 28 მაისს. სათნო ქართული სულისკვეთებით და ტრადიციებით ახსავსე ზაზა გაბაშვილის და ლამარა ონიკაძის ოჯახში. მისი ცხოვრება გარეგნულად არაფრით გამოირჩეოდა. დაამთავრა თბილისის 43 საშუალო სკოლა. შემდეგ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი. თავაზიანი ადამიანი იყო, ძალიან მორიდებული იყო. განსაკუთრებით უფროსების მიმართ. საოცარი საუბარი ჰქონდა, იშვიათად იღიმებოდა, ყოველთვის სერიოზული სახე ჰქონდა. წმინდა მიხეილ წერელის ტაძრის მრევლი იყო და მისი მოძღვარი იყო მამა ზურა ბანთაძე, ამჟამად იღუმენი ბასილი. წერდა ლექსებს და აქვეყნებდა ჟურნალ ცისკარსა და ალმანახ ახალგაზრდულ ხმებში. შემდგომ მუშაობდა მთარგმნელობით კოლეგიაში და ეწეოდა ინტენსიურ თვითგანათლებას. ვიცოდი, რომ 24 წლის კაცი გიორგი გაბაშვილი იყო უკვე წერალთა კავშირის წევრი. ეხლა მე ძალიან მიყვარდა პოეზია, ლიტერატურა და ვიცოდი, რომ 24 წლის ადამიანი თუ წერალთა კავშირის წევრია, ესე იგი ის უნიჭიერესი ადამიანია. ბებია ჩემისგან ვიცი ახლა. მეც კი ხედავდი, მაგრამ ისე ადავკილებულვარ, რომ შეკითხულობდაო, ყველაფერს კითხულობდაო. რაც კი ხელში მოხდება. გიორგი გაბაშვილი იყო მართლა უბნის ერთ-ერთი კოლორიტი, ერთ-ერთი ისეთი საყვარელი ადამიანი, ვისაც შეიძლება მიბაძეს ადამიანმა. ვაჟკაცობაშიც, თბილისელობაშიც, ვერის სიყვარულში, უბნის სიყვარულში, ყველაფერში. იყო პოეტი და ვერის უბნის დარდიმანდი. ყავდა კეთილმორწმუნე მეუღლე, ნატო რეხვიაშვილი და 5 შვილი. 4 ვაჟი და 1 ქალი. ძირითადად ლექსებიც მიიქცია ჩემი ყურადღება. არტისტული გამოთქმა ჰქონდა, მას ჰქონდა რაღაც თავისი სტილი ლექსის კითხვის. გელოდი დიდხანს, სოფლის მყეფელი. ეჰა გამოჩნდი, შვება ნირვანა. გუშინ წავიდა მატარებელი და არ ყოფნიდან ჩამოგიყვანა. ჩუმად გავიპარეთ, ხელი მოვაწერეთ ჩუმად. დღესასწაულობ, ვარ ბედნიერი, ხელები მithრთის, ცვივა ცრემლები, ამ ქალაქ შეცვლის შენი იერი, ვით გზას ნაფეთქი თეთრად ტყემლები. მე პატარა ვიყავ 18 წლის, ის 22 წლის იყო, ძალიან ახალგაზრდა იყო. და აძლევდნენ 200 მანეთს ბეჭდების ფულს ხელის მოწერის დროს. სწავლობა ხო. და იმ ფულით წავედ რესტორანში, აჭარაში. კურთხეულიყავ, მრავალჟამიერ, დალოცვილიყავ წმინდა სანთლებით, არ მოგითქვია სული წამიერ, მე შენი შუქით გავსამართლდები. იქ რესტორანში მოუტანეს ამბავი, რომ ეს მაგის დეიდაშვილი მოყვა ავარიაში და ძალიან ცუდად არისო. და მეთქვა ახლა რა ვქნაო, ხო ვერ დავტოვებო. წამომიყვანა მე სახლში, თვითონ წავედი იმზადად. მე ვეღარ გავიპარეთ, მე სახლში მოვედი და ის თავის სახლში წავიდა. ხელმოწერილები. როხის ადგური, დილის ლოთები, მატარებელი მოიწევს ქშენით. ამდენი წელი შენ გელოდები.
ამდენი წელი სავსე ვარ შენით. მე სანამ ისინი მოვიდნენ, სანამ ჩვენებმა გაიგეს, სანამ გადაიპატიჟეს, გადმოიპატიჟეს, მაგრამ 2 კვირა ასე ცალ-ცალკე ვიყავით. მოკიფე ბიჭიც იყო და მეგობრები უყვარდა და ყველაფერი, მაგრამ იყო რომ მომენტი იყო რამოდენიმე თვე, 2-3 თვე ჩაიკეტებოდა და არანაირი სხვა საქმე არ აინტერესებდა რა. დაბადების დღე მქონდა და გიორგი ღამის 12 საათზე მირეკავს, ესე იგი აქ სუფრა იყო, რევლის წევრები იყვნენ, სასულიერო პირები იყვნენ და ყველა რო წავიდა გიორგი მირეკავს და ნასვამი იყო საკმაოდ და მეუბნება რომ მამა ალექსანდრე შენთან უნდა მოვიდეო და მე ვუთხრა ძალიან გვიან არის, არაო რაც არ უნდა მოხდეს, უნდა მოვიდეო ეხლაო, ხო სახში ხარო და რომ ზგეძინოს ვაიც მოვალო და მოვიდა და 1 საათი ვისაუბრეთ ადრეგზელების შესვამ, ადრეგზელა და მე წავიდა, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ყველაზე მეტად გიორგის აი სტუმრობა, იმიტომ რომ ამით დავინახე რომ ამ კაცს როგორც მე მიყვარდა შინაგანად, ისევ ყვარები ვარ მეთქი, ესე დავაფიქსირე და ძალიან გამიხარდა. არც გაუწმენდავ თოფებს, არც გადაღალულ მწევრებს. მიხედვა უნდა ქვევრებს, ვარწმუნებს უფრის წევრებს. შორით კი ფერმკრთალ მზეს და ცისფერი მთების კალთებს, ორღობეების სევდა და მდუმარება გასდევს. აი ესე მე და ჩემს დაგსვავდა ხოლმე ყოველ დღე და წმინდათა ცხოვრებას ვაკითხებდა ხოლმე, მაგრამ იმ ასაკში, იმ მომენტში ვხვდებოდი, აი მეზავებოდა რაღაცა ერთი ასმა კითხებს ახლა რა ვიცი თქო და მე არ მახსოვს რომ ხმამაღლა დაეყვირა ბავშვებისთვის, თუმცა რომ ეს ახლა 5 ბავშვი სახლში და ეს მაგრამ აი საკმარისი იყო, ეს ბავშვები გრძნობდნენ, რომ აი რომ შეხედავ და უკვე იცოდნენ რომ რაღაცას არასწორად აკეთებდნენ. ხმამაღლა მე მაგისი დაყვირება ბავშვებისთვის არ გამიგია, მაგრამ ისე რიდი ბავშვებს ჰქონდათ. 80-იანი წლების მიწურულს გიორგიმ სწავლა გააგრძელა ჯერ სასულიერო სემინარიაში, ხოლო შემდეგ სასულიერო აკადემიაში. იგი სტუდენტობის წლებში წარმოჩინდა მართლმადიდებლური სარწმუნოების მხნე აღმსარებლად და ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა თარგმნა და კომენტარი დაურთო სტატიას ანტიქრისტეს შესახებ, სადაც გაშუქებულია ესქატოლოგიურ დროში ცხონების შესახებ საკითხები. ქვედა ოთახში მუშაობდა ხოლმე, წერდა, რაღაც პერიოდები ქონდა, არ წერდა, რაღაც პერიოდები ჩავიდოდა, ჩაიკეტებოდა. სახში უნდა ყოფილიყო სიჩუმე. ამზადებდა ყავას, დასალევად, ესე იგი არ დაძინებოდა და თითქმის 24 საათი მუშაობდა. ღრმად განსწავლულ, უკომპრომისო და მიზანმიმართულ მის სულისკვეთებას სტუდენტობის წლებშივე მიაქციეს ყურადღება და მოდერნისტულად მოაზროვნე პედაგოგ მასწავლებელთაგან მრავალი განსაცდელები ჩამოუდგა. ხოლო გიორგიმ სტუდენტობაშივე იტვირთა აღმსარებლობის ჯვარი და შემდგომი მთელი თავისი მოღვაწეობის ნიშად წაიმძღვარა წმინდა მარკოს ეფესელის შეგონება. არასოდეს არ შეიძლება კომპრომისების გზით იმის გადაწყვეტა, რაც ეკლესიას შეეხება. გიორგიმ ესე იგი აღადგინა და სათავეც დაუდო ერთდროულად საღვთისმეტყველო პოლემიკური ჟანრის მწერლობას. წარმოუდგენელი იყო ესე ჩვეულებრივად დაეწერა ესე ადვილად ადამიანს როგორც ისწერდა და როგორც ის იცავდა ჭეშმარიტებას. 1994 წელს გიორგი გაბაშვილი აარსებს გაზეთ ივერიის გაბრწყინებას, რომელიც უმალიქცა საქართველოში მხილებითი ღვთისმეტყველების ერთადერთ გამოცემად. გაზეთის ფურცლებზე 5 წლის მანძილზე თანამიმდევრულად მეცნიერულ დონეზე იქნა გაშუქებული და მხილებული სხვადასხვა ცრუ რელიგიურ მისტიკური და სექტანტური მიმდინარეობა და ეკლესიის წიაღში ცრუ სწავლებათა დამკვიდრების მცდელობანი. გაზეთიდან არანაირი მატერიალური არაფერი შემოსავალი არ ქონდა. მაგრამ მაინც ენთუზიაზმზე შრომობდა და აი ესე როცა ნომერს უშვებდა, ჩაიკეტებოდა ოთახში და მაგრამ ბევრ შრომობდა.
გიორგის ჰქონდა ესეთი შემოქმედებითი წვა. ეს ყველამ ვიცოდით, რომ რამე წერილს რო წერდა, ისე უბრალოდ კი არ წერდა, არამედ ემზადებოდა. ივერიის გაბწყინების რედაქტორი კვალში ჩაუდგა საყოველთაო და კერძოდ კი საქართველოში მიმდინარე სულიერ პროცესებს და მიზანმიმართულად უკომპრომისოდ წარმოაჩენდა გლობალურ მოვლენებს. ხილებითი ღვთისმეტყველების პარალელურად გაბაშვილის ხელმძღვანელობით ითარგმნებოდა მნიშვნელოვანი თეოლოგიური შრომები. და იმავე დროს ივერიის გაბწყინება იყო ის ერთადერთი გამოცემა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე რელიგიურ ცხოვრებაზე მდიდარ ინფორმაციას აწვდიდა ამ სფეროში სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მყოფ ქართველ მკითხველს. ერთადერთი გაზეთი იყო, ერთადერთი ორგანო იყო ივერიის გაბწყინება, სადაც შუქდებოდა ანტიეკუმენისტური მოძრაობის საკითხები და ამდენად დიდი ძალიან კითხვადი იყო ეს გამოცემა. ერთ საკითხზე მთელი 2 წელი მიდიოდა ჩვენს ეკლესიაში დავა და ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ დაიწერა, ორი მოდავე ხარე იყო და აი გაბაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებმა დაწერეს უამრავი წერილები, ჩემი აზრით აი იმ პერიოდში გაბაშვილმა აჯობა ყველას. და ყველას გასცეს პასუხი, ახლა სრუ თუ სწორი თუ არასწორი, მაგრამ აი გაბაშვილს პასუხიც ვერ გაცეს. იმდენად დამაჯერებლად იმსჯელა ამ საკითხს. გიორგი გაბაშვილი, როგორც ღვთისმეტყველი, ქრისტიანობის პირველ დროინდელი საეკლესიო მწერლობის მიმდევარია. დღეს, როცა ქრისტიანობას პირველ საუკუნეთა ძალისხმევა მართებს მართლმადიდებლობის დასაცავად, გიორგი გაბაშვილმა აღადგინა და სათავე დაუდო ახალ ქართულ საღვთისმეტყველო პოლემიკური ჟანრის მწერლობას. მისი ნაშრომები სქიზმათა შესახებ, უნათლავ ყრმათა საიქიო ხვედრი, მასონობა, საიენტოლოგიის სექტა, სტაროვერების წინააღმდეგ, იეღოველთა სექტა, ეკუმენიზმის ინფერნალური ხასიათი, დესტრუქციული და ოკულტური ახალი რელიგიები და სხვა ღირსეულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ძველი ქართული საღვთისმეტყველო პოლემიკური მწერლობისას, რომელიც დარგიც უკანასკნელი 2 საუკუნის მანძილზე სრულიად წარიხოცა და რომელიც კორნელი კეკელიძის თქმით საქართველოს აღორძინების ხანის საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთ მთავარ დარგს წარმოადგენს. ნამდვილი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი, დამცველი აპოლოგეტი. ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც იმ პერიოდის საეკლესიო ცხოვრებაში და აგრეთვე საერო ცხოვრებაში იყო, იგი ეხმიანებოდა ძალიან აქტუალური, პროფესიონალური და ესე ვთქვათ, თანამიმდევრულად დახვეწილი და ჩამოყალიბებული ნაშრომებით. მე რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი მის სახლში, გვისაუბრია, დიდხანს გვისაუბრია რელიგიურ თემაზე, სამშობლოს ძალიან განიცდიდა სამშობლოს თემას, ნამდვილი დიდი პატრიოტი იყო. გიორგი გაბაშვილმა, რომელიც ეროვნული მოძრაობის ავანგარდში იდგა და ეროვნულ ხელისუფლებაშიც მოღვაწეობდა, ამგვარად განმარტა ეროვნული თავისუფლების ცნება. თუკი საქართველო გვეყარება არა საკუთარი თავის გამო, არამედ ღვთის გულისათვის, მაშინ უფალი მას ჭეშმარიტ თავისუფლებასაც მოანიჭებს და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასაც. ვითარცა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, გიორგი სახელმწიფოებრივი მოწყობის მონარქისტულ იდეას ერთგულებდა. რამე თუ საეკლესიო სწავლებით ქვეყნად ღვთივკურთხეულია სამეფო ხელისუფლება. 1994 წელს გიორგიმ დააარსა ქრისტიანულ მონარქისტული ერთობა, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო გარდაცვალებამდე. ეს არ იყო მომხრე ბერძნული გალობის დამკვიდრების ქართულ ეკლესიაში, ეს ხაზგასმით აღნიშნავდა ხოლმე ამას, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად იყო დაკავშირებული სულიერად აი ამ მამებთან. ეს მიწის სურნელია, პაემანზე რომ მიბარბაცებს წმინდა ბეღელში, დედრი მოყვასის წიაღში. აი გამოჩნდა, უსახელო მდინარის პირას დედიშობილაწევს დედოფალი ბუნება,
ჩემი სიყვარული. ვასილ კობახიძე, რომელიც ასეთ სამწუხარო მთელი რიგ ცდომილებებში დაეცა, მისი კურსელი იყო და მახსოვს ისეთი გულის ტკივილით ამბობდა, რომ მიწევს, რომ უნდა დავწერო ძალიან მკაცრად მასზე და მართლა ძალიან მკაცრი წერილი დაწერა მასზე. მაგრამ დიდი განცდის შემდეგ, რამდენჯერმე მოვიდა ის რედაქციაში, წრიალებდა და ლექსიც კითხვა, რომ ეს ლექსიო მიწმილი იყო მასზეო. ხავსის ხავერდზე მონებივრეს ხმა აქვს მსგავსი ფოთოლთა შრიალის. ისეთი სრულმქმნილია, ისეთი თვალწარმტაცი. გული მიჯდება, ქვითინი მიტყდება. შორიდანვე მიმიხმობს, თავგზას მიბნევს ნდომა მორეული ჩურჩულით. აი ხავსი გალობს, ნაწვიმარი მიწის სურნელი. ის წმინდის ცხეთაში, სვეტი ცხოველში და შენდობის ასაღებად მოხს უყრის პატრიარქს. ეგრენ გამოდის აღფრთოვანებული. მე ესეთი გზნობა მქონდა, რომ სადაც დატოვებდა ოჯახს გიორგი მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახის პატრონი იყო და წავიდოდა მონასტერში რა. იყო უაღრესად განათლებული, მართლმორწმუნე და მცოდნე საეკლესიო სამართლის კანონიკის და მტკიცე ჯებირი იყო, დამცველი იყო ამ კანონების და მოდერნისტების წინააღმდეგ ხვალამწვილი მებრძოლი. მე სასულიერო პირი ვარ, მაგრამ ნამდვილად ვერც ცოდნაში ვერ შევეჯიბრები, ვერც სიტყვის გამოთქმაში და ვერც მართლმადიდებლობის დაცვაში. იგი იყო ძალზე ძლიერი პიროვნება და ღმერთმა ასეთები გაგვიზარდოს. ივერის გაბრწყინების რედაქტორის მოღვაწეობას თან ახლდა დევნა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ძვირი და ცილის მწამებლური დასმენა ბრალდება ოკულტურ დესტრუქციულ კულტის მსახურთა, მოდერნისტ მართლმადიდებელთაგან. მრავალგზის გამოძახება პროკურატურაში. მაგრამ გიორგი თავისი გამოცემის ბოლო ნომერშიც მტკიცედ აცხადებს. ივერის გაბრწყინება ყოველი მართლმორწმუნეს მხრივ უფლისათვის პიროვნულ თავდადებად გვესახებაო. ეგონათ, რომ ფეხი ქონდა მოტეხილი და ფეხზე ამზადებნა საოპერაციოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაღაცა ფარულის სისხლდენა აქვს. უმაღლეს დონეზე ჩატარდა ოპერაცია. ასე უთქვამს მას, როგორც მე ვიცი, ეხლა უკვე აღარ მეშინია თვით სიკვდილისაც. შიშის სინდრომი საერთოდ არ ქონდა რა, გაბაშვის ოპერაციაზე რო შედიოდა. გამოვიდა ექები და გვიცხა რომ გარდაიცვალა მაშინ. აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ, ისეთი ის იყო შოკი, რომ წავიქეცი იქ. აი გახსოვს რომ წავიქეცი და მე გიორგი გაბაშვილის ამ ქვეყნიური სიცოცხლე დასრულდა 2001 წლის 24 მარტს. თუნდაც ხო იძახდა, რომ 40 წლის შემდეგ უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრების წესი, შეცვალო და სული მიაბარა უფალს. წმინდა მამანი ამბობენ, სარწმუნოებისთვის თავდადება და სიკვდილი შენაძენიაო. გიორგი გაბაშვილის გარდაცვალება მის ახლობლებს გული დაგვწყვიტა, მაგრამ მისი ცხოვრება, სარწმუნოებრივი შემართება სანიმუშო იქნება მომავალი ბრძოლებისათვის. რადგანაც ერთი გაბედული, შემართებული ადამიანის ცხოვრება შემოქმედება მთელ თაობას წააქეზებს და განაწყობს თავდადებისათვის. გემრიელი კაცი იყო, მისი წასვლის ძალიან ბევრი რამე დავკარგე ცხოვრებაში. უკვე აგერ 11 წელიწადია რაც გავიდა რა. დიდი ძმა დავკარგე. და როგორც დეკანოზმა ალექსანდრე ბოლქვაძემ ბრძანა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ძნელბედობის ჟამს გულგრილოვის ეპოქაში ერთი ჭეშმარიტი ვაჟკაცი მაინც ყოლია ქართველებს. დიდება უფალს. ის არის ერთადერთი კაცი, რომელიც აი ესე ხმას იმაღლებდა ესე სერიოზულად ამ ბოროტების წინააღმდეგ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე მხვდა წილად, რომ ბოლოს მე ვაზიარე გიორგი და სრული აღსარება ჩამაბარა. მე ფიქრობდი, რომ რატომ აბარებს ამ აღსარებას ესე სრულად, მას ხო აქვს ეს ჩაბარებული უკვე. ავიცი, ალბათ სული გძნობს. მაშინ მამაზურაბი ათონის თასზე იყო, დიდი მარხვა იყო 2001 წლის მარტის თვე იყო და მე მომიწია საავადმყოფოში მისვლა.
და ჩემთვის იყო ისეთი მძიმე დარტყმა, რომ დღესაც ხანდახან ფიქრობ ხოლმე, რომ აი რა კარგი იქნებოდა, რომ გიორგი ცოცხალი ყოფილიყო, რომ გიორგი ამას დაწერდა, გიორგი მას ეს ქონდა ეს ნიჭი ამ წერის, სიტყვის გამოთქმის. მინბა ძველი არ ქონდა, თავისი ქონდა რა. აი ეს თქვა გიორგი გაბაშვილმა. მისი შვილი აგერ გივი ჩვენთან ტერორისტ ხალხოსთან მედავით მსახურობს და ალბათ ამ სასულიერო გზას მიყვება იმედია. მაშინ ვხვდებოდი რა, ეხლა რას წერდა, რას წერდა ბავშვი ვიყავი და რაც ასაკი მომემატა და მე ჟურნალებს გავეცანი, მივხვდი რომ ეს საქმეს აკეთებდა რა დიდ საქმეს. ერთხელ სოფელ თხილნარის ხეობაში გვერდზე არის დანგრეული სასახლე, აღმოჩნდა რომ ეს ყოფილა თავად გაბაშვილების კარის ეკლესია და გამახსენდა რა თქმა უნდა გიორგი გაბაშვილი და შეუთვალე ოჯახს, ვთხოვე რომ მოდით წირვა ჩავატაროთ იმ ტაძარში, ავიღელოთ სოკურთხევა უწმინდესისგან, მთელი ოჯახი, მისი მეგობრებიც, ჩვენ, ჩემი ოჯახი წავედით და ჩავატარეთ წირვა. რაღაც ისეთი დიდი განცდა მქონდა, რომ გაბაშვილი იქ იყო და ჩვენთან ერთად წირვაზე იდგა. უხილავად და მე აღმოჩნდა, რომ ყველას ჰქონდა ესეთი გრძნობა. გიორგი გაბაშვილი სულის უკანასკნელ აღმოფშვინვამდე სასოებდა ივერიის გაბრწყინებას და ამგვარი ლოცვა გვიანდერძა. გიხაროდენ ტანჯულო ივერია, რამე თუ ეს ტანჯვა წამება შენი გაბრწყინების საწინდარია. როგორც გაბრწყინდნენ შენს მიწაწყალზე მრავალნი, ერთგულნი, თავდადებული მოწმუნენი. გიხაროდეს მართლმადიდებელო ქრისტიანო ივერია, რადგან სულ ერთი მცირე ნაგლეჯიც რომ დარჩეს დავითისა და თამარის საქართველოსაგან, მაინც საშიში და შემაძრწუნებელი იქნები ბოროტის სულისა და მის მსახურთაგან. რადგან ჩვენთან არს ღმერთი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოგვერევიან ვერასდროს. ერთმა მოიხსენიოს და ანაცვლოს ეს. როდესაც ეს ჩაკრულოს მიდიოდა რა, ეს ჩაუხტეთ მუხრან ბატონს რაღაცა განსაკუთრებულად შიგნიდან ანათებდა რა, რაღაცნაირად შიგნიდან იყო რა. გია პაპა სადალი ბებო, აბა მითხარი გია პაპა სადალი. სადალი გია პაპა. აგე უყურებს სურათს და ესე შვება ხოლმე. აბა აჩვენე, გივის აჩვენე გია პაპა სადალი.